მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკელ მილიარდერთა რეიტინგებში ტექნოლოგიური ლიდერები დომინირებენ, ამ ქვეყნის ინდუსტრიულმა წარსულმა ისეთი მასშტაბის პირადი აქტივების შექმნა, რომლებიც დღევანდელ რიცხვებსაც კი უტოლდება. ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება კიდევაც. თუ ამერიკელი მილიარდერების ქონებებს მაქსიმალური სიმდიდრის პერიოდში გადავხედავთ და თან შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფლაციის კალკულატორს გამოვიყენებთ, ვნახავთ, რომ ისტორიულ ლიდერობას მაინც ილონ მასკი ინარჩუნებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებაც ამჟამად $754 მილიარდ შეადგენს და მისი სიმდიდრე ტესლასა და SpaceX-ის შემოსავლების მასშტაბურ ზრდას უკავშირდება. ტექნოლოგიური მილიარდერების აღმავლობის მიუხედავად ინდუსტრიული ეპოქის მაგნატები ლიდერებს შორის მყარ პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ. მაგალითად, ჯონ როკფელერის სტანდარტ ოილის იმპერია დღევანდელი შეფასებით $500 მილიარდ უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ როკფელერი გასული საუკუნის 30-იან წლებში გარდაიცვალა, მაინც ის მის მიერ დაგროვებული ქონებით შტატების ისტორიულად ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს. აქვეა ენდრიუ კარნეგიც, რომელიც ასევე 1919 წელს გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ შექმნილმა ფოლადის ბიზნესმა კარნეგ სტილმა მის ცოცხლიშივე მოახერხა იმ თანხის დაგენერირება, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით ახლა $450 მილიარდ უტოლდება. კორნელიუს ვანდერბილტი კი, რომელიც 1794-1867 წლებში ცხოვრობდა და მისი ბიზნესის სარკინიგზო გადაზიდვებს უკავშირდებოდა, შტატების რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც ინფლაციის გათვალისწინებით ამჟამად $275 მილიარდ აღწევს. Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი კი ილონ მასკთან ერთად ხუთეულის ის გამონაკლისია, რომელიც ახლა ცოცხალია და თავის ბიზნეს საქმიანობაში კვლავ ჩართული. მისი ქონება ამჟამად $257 მილიარდ შეადგენს. რეიტინგი მხოლოდ დამფუძნებლებს და ინოვატორებს არ მოიცავს. ის მრავალთაობიან სიმდიდრესაც ხაზს უსვამს. მაგალითად, ულტონების ოჯახის წევრები, რომი, ჯიმი და ელის ულტონები. სიაში ინდივიდუალურად არიან წარმოდგენილნი, რაც Walmart-ის გრძელვადიან მასშტაბსა და გავლენას ასახავს. ასევე საბანკო და ინდუსტრიული დინასტიები, როგორიცაა მელონების ოჯახი, ასევე ისეთი ფიგურები, როგორც სტივენ ჟირარი და ჯონ ჯეიკობ ასტორი არიან, ნათლად აჩვენებს იმას, თუ როგორ მოახერხა ფინანსებზე, ვაჭრობასა და მიწაზე ადრეული კონტროლის მოპოვებამ საფუძველი ჩაეყარა ამერიკის პირველი დიდი ქონებისთვის.